მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო და ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა შევეხო ესეთ თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია, ძალიან ხშირად მეკითხებიან და კონსულტაციებზე მოდიან ამ კითხვებით. ფინანსური თემა, ხო? და ვნახოთ აბა ჩვენ ასეთი ავიღე თემა, რომელიც მინდა თქვენთან ერთად გავარჩიოთ, როგორ გამოვიდე სიმცირის მდგომარეობიდან. სიმცირის მდგომარეობა შეიძლება იყოს, ბევრ რამეში რა, დროს, სიმცირე, ფინანსების და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს ვნახოთ, თანახა როგორი თემა შეიძლება დაუშვათ თქვენ გაქვთ კარგი შემოსავალი, მაგრამ როგორც მოვიდა, ისევ წავიდა, ისევ ფული არ არის, ხო? ვერ ვაჩერებ ფულებს, აი რაღაც თანხებს, ხო, ვერ მართავს შეიძლება, ხო, რაღაცა შეიძლება ეს პროგრამებიც იყოს საგვარეულო სხვათა შორის არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენ ვნახოთ, ყველას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ აი ეს საჯარო გაშლის მეშვეობით მოდით ვნახოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა პირად გაშლას როცა ვაკეთებ, ჩვენ ხა მატრიცას როცა ვიყენებ, მატრიცაში ეგრევე ფულის კარმა გვაქვს ჩვენ და ვხედავთ რა პრობლემები და რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ საჯარო გაშლით ვეცადოთ, ხა რამდენიმე კითხვა მაქვს გამზადებული და ჩვენ ვნახოთ, რა იწვევს დაუშვათ თქვენ შემთხვევაში, შეიძლება რეზონირდეთ. მოდით ვნახოთ ახლა ჯერ პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენ სიგნიფიკაცია, ახლა ამ წუთში რა სიტუაცია გაქვთ თქვენ ფინანსებში, რომ იცოდეთ, რომ იმიტომ რომ ეს სიმცირე ხო გეუბნეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვა ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანს სულ არ ყოფნის, იმიტომ რომ თქვა, შეიძლება ხელფასი დაბალი. მაგრამ შეიძლება კიდევაც გავიმეორებ, ეს იქნება როცა გააქვს შემოსავალი, მაგრამ როგორც მოდის, ისე ვქრება და ვერ ვაჩერებ თანხებს. აი ესეც არის მნიშვნელოვანი. რომ აქ არ არის მარტო სიმცირე, არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ დაუშვოთ შენ ახლა თქვა დაბალი ხელფასი გაქვს სიტყვაზე. აი ხა რა მდგომარეობა ვისთვის იქნება ეს გაშლა, რა მდგომარეობა გაქვთ ახლა ფინანსური ვნახოთ. ეს იგი ნახეთ, აქ რა ხდება? აქ ვისთვის იქნება სიტუაცია? ნახეთ, აქ სულ მოლოდინში ხართ. შეიძლება ზოგი რა არის იცით, გეტყვით ახლა როგორი მდგომარეობა გაქვთ ახლა. აქ ადამიანი იქნება დამოკიდებული ან გადმორიცხვებზე, შეიძლება თქვა ელოდებით, როცა თქვენ გამოგიგზავნიან, შეიძლება ინტერნეტ სივრცეზე მუშაობთ დაუშვათ, იქიდან თქვა, კლიენტებზე ხარ დამოკიდებული, როგორ მოვლენ კლიენტები და რანაირად თქვა, იქიდან ელოდებით შეიძლება ერთჯერადე თქვა შემოსავალი გაქვთ რა. ერთჯერადე რას ვიძახე, რომ თქვა, მოვიდა კლიენტი, გადაგიხადათ, ხო? აი ეგეთი რა. იმიტომ რომ აქ რაღაც ესეთი სიტუაცია გაქვთ, რომ თქვენ ნამდვილად გინდათ მაქსიმალურად რომ ამ სიტუაციიდან გამოყვიდეთ. აქ ან შეიძლება დაუშვოთ თქვენ ახლა ხარ დამოკიდებული თქვათ, როცა ვინმესგან ელოდებით შემოსავალს დაუშვათ. ესეც არის, თქვა საზღვარგარეთ არის ვიღაცა და იქიდან ელოდებით სულ დაუშვათ თანხებს. ესეც შეიძლება იყოს რა. და ამიტომ ეს იგი თითქოს ვერ გრძნობთ, მოვიდა, ოჯახს დასჭირდა, თქვათ რაღაცა, და ეგრევე წავიდა, თქვათ, რაღაცა პატარა თანხა არის. ზოგი არის დამოკიდებული სხვათა შორის, რაღაცა უფრო კლიენტებზე შეიძლება და ეს უკვე იცით როგორი მომენტი არის, თითქოს ცოტა მტკივნეული რო იტყვიან რა. როცა არა გაქვს ეს სტაბილურად, კი. სულ აქ არის როგორი თემა, სულ რაღაცას ველოდები. აქ შეიძლება ეს მომენტი არის ზუსტად, როცა ვისთვის უფრო იქნება, ვისაც არა აქვს ფიქსირებული ხელფასი, მოდით ასე ვთქვათ რა. ან მოდის უფრო თქვა, მუშაობ ყოველდღიურად რო გიხდიან დაუშვათ ხელფასი, ეგეთი სიტუაცია არის რა. კარგით, აბა მოდით ახლა თუ იცანით თქვენი სიტუაცია, თქვენთვის იქნება ესე იგი ეს გაშლა. ან პროექტი გაქვთ რამე თქვენ და იმაზე ხარ დამოკიდებული, შეიძლება იქიდან რაღაცა მოლოდინი გაქვთ, ხო? მაგაზე ხართ ახლა უფრო რაღაცნაირად დამოკიდებული და ეს ცოტა განერვიულებთ რა, ეგეთი მდგომარეობა ახლა. იმიტომ რომ პრინციპში როცა შენ მუშაობ ისე რომ თანხა შემოვიდა,
და დაუშვათ არ იცით, ყოველდღიურად როცა შემოდის, ხო, არის ეგეთი ვიცი, ან ყოველ კვირაში ერთხელ სიტყვაზე შემოდის, ხო, თანხა. ანუ მთლიანობაში არ შემოდის რაღაც თანხა, რომ შენ თქვა განაწილო, ხო? ეს უფრო რთულია, როცა ყოველდღიური შემოდის თანხა, იმისი გაკონტროლება. აი ამ თემაზეც ძალიან ბევრი მომთხოვეს ჩემო მოსწავლეებმაც, რომ გამეკეთებია ტრენინგი, აუცილებლად გავაკეთებ, მე თუ მოინდომებ, თქვენც მობრძანდეთ. იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემა, როცა შენ აი ეს არის ერთგვარი თავისუფლება, როცა შენ იცი მართლა იმ ფინანსებით, რა ფინანსებით შემოდის შენ ცხოვრებაში, შეიძლება სხვადასხვა წყაროებიდანაც და ასე შემდეგ. კარგით, всё, სიგნიფიკაცია ვთქვით, ეხლა ვნახოთ. ძირითადი მიზეზი, რატომ არ ყოფნით ფული. მოდით აი ასე ვნახოთ პირველ რიგში. ანუ შემდეგი ვნახოთ ქვეცნობიერის დონეზე არსებული ბლოკები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხშირად ქვეცნობიერად რაღაცა ბლოკები, რომელიც აი არ უშვებენ ნაკადს. ეს მნიშვნელოვანია. გარე თუ არის რაღაცა სირთულეები, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვიქმნან ეს პრობლემა. საუკეთესო გზა სიმცირის ანუ გამოსვლიდან, აი ესე ვთქვათ რა. და შედეგი აი ცვლილებების შემდეგ. აი ეხლა ჩვენ რამას გავითვალისწინებ, რა ცვლილებები იქნება. იმპერატორი. შეგიძლიათ მართოთ. ვნახოთ პირველი. ანუ ესე იგი ძირითადად მიზეზი, რატომ არ ყოფნით ფული. ნულის არკანი. აქ არის როგორი მიდგომა, იცით, ნახეთ რა საინტერესო არის ნულის არკანი. აქ ადამიანი, ანუ რატო აი როგორ არის, იცით? კი, შეიძლება ზოგი თქვათ, დებს ძალიან ბევრ ფულს თქვათ ბავშვებს და თავისთვის არ რჩება არაფერი. არის ეგ მომენტი, მაგრამ არასერიოზული დამოკიდებულება ფულის მიმართ. ეხლა მე მაგას ცოტას გავხსნი, რატომ არის ეს? ხა ნახეთ. აი მაგალითად რა საინტერესოა, ვისაც 22 ენერგია აქვს ფულის კარმაზე, იმათთვის პირიქით კარგია, რომ როგორც აი ბავშვური მიდგომა ქონდეს ფულისადმი რა. ანუ არ უნდა ქონდეს ეს დაციკლულობა და რაღაცა, რომ აი ფული არ მაქვს პირიქით, როგორც ახლა რაც უფრო ადვილად შეხედავენ ამ თემას, უფრო მეტი შემოვაგავ. ჩვენ შემთხვევაში აგვეუბნებიან ჩვენ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი. ანუ ესე იგი არასერიოზულად ხარ შენ, ანუ რას ნიშნავს, რომ ბავშვით რა, აი ბავშვური რაღაც, ანუ ხარჯავ იქით-აქეთ რა. ანუ სერიოზულად არ უყურებ თანხებს. და ამიტომ ეს არის, ანუ როცა ადამიანს ახლა ნამდვილად აქვს რაღაცა როგორც მოვიდა, ისევ წავედა რა. ანუ ბავშვს ახლა დაუშვათ მიეცი შენ 5 ლარი, სიტყვაზე 5 ევრო, რა ვიცი, რაც გინდათ რა ეკვივალენტი. და უთხარი, აჰა, შვილო, შენ 5 ლარი. რას იზავს ეს ბავშვი? წავა და უაზროდ დახარჯას რაღაცა, კამპეტები, კევები, რაღაცები და ვაფშე არც ის ხო არ დაჯდება და მოდი გეგმა დავწეროთ, ეხლა ეს 5 ლარი როგორ გავანაწილო. ასე ხო არ შვებიან ბავშვები. აი აქაც ეგეთი მიდგომა აქვს ადამიანს, რომ აი სერიოზულად, ნამდვილად გზას არ უჩვენებს. გაიგეთ, გზას არ უჩვენებს ნამდვილად ესე რა ქვია, ამ ფულს. ანუ არ იცის მართვა. არ იცის მართვა ფინანსების, არ იცის და მე აი ასე მიახარჯავს და მე ზის და უფულოდ რჩება და სულ შიშები აქვს აქ ადამიანს. კი ბატონო, რომ აი კი მართვა, აი ეს არის, ეს პრობლემა არის, რომ არ იცის მართვა, არ იცის ფინანსური ცოდნა, ფინანსების მართვა არ იცის აქ ადამიანმა ნორმალურად. თუმცაც აი ნახეთ, აი რაც გითხარით ზუსტად ეს მდგომარეობა. შემოსავალი კარგი აქვს, მაგრამ სულ უფულოდ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ არ იცის როგორ უნდა მართოს თანხები. აი ეს არის მიზეზი. თორე აი აქ უეჭველი ადამიანს შემოსავალი აქვს ყველა ვარიანტში, მაგრამ არ იცის. არ იცის. ან ხარჯებს გეუბნებით მარტო ადგება და თქვათ, ახლა თუ დაუშვათ თქვენ ახლა თვითონ უგზავნით, ხო? ანუ ან დაჟე ნახეთ კიდე რა საინტერესო, თუ დაუშვათ თქვენ გზავნილს, აი თქვათ თქვენ გზავნით ფულს, ხო?
აკაც უაზროდ ხარჯავენ ესენი და რა ვიცი, სულ მის დღემში სულ ფულს ითხოვენ რა. აი ეგეთი თემა არის, მაგრამ აქ პირველ რიგში ეგ მომენტი არის, რომ ადამიანმა არ იცის მართვა, არ იცის, პლუს შეიძლება რაღაცა აქ, იცით, ანუ სულ კი ფიქრობს რა გავაკეთო, მაგრამ არ იცის. არ იცის აქ ადამიანი, აი ნამდვილად არ იცის ადამიანი. ნახოთ ახლა გვეცნობიერის დონეზე არსებული ბლოკები, რა გაქვთ გვეცნობიერის ბლოკები. ნუ პრინციპში ამით მე ვეთყოდი, რომ გვეცნობიერად არანაირი ბლოკები არ უნდა გქონდეთ თქვენ, იმიტომ რომ პირიქით ახლა ვერ ვეთყოდი, რომ მე აქ რაღაცა ბლოკები უნდა გქონდეთ, ნამდვილად არა. არანაირი პირიქით ახლა აქ თქვენ ახლა ძალიან მზრუნველი ადამიანი ხართ და იცით რა პრინციპში. ანუ არა, გვეცნობიერად აქ არანაირი ბლოკები არ აქვს, აქ ნამდვილად ახლა შემიძლია გითხრათ. ვნახოთ აბა გარემოებები როგორ მოქმედებს თქვენზე. რა სირთულეს გარედან, რა სირთულებს ქმნიან, რა სირთულებს ქმნიან გარედან. აქ მე რას ვეთყოდი, იცით, არც აი რო გითხრათ, რომ პრინციპში გარედან რამე სირთულეები გქონდეთ თქვენ. და ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ პრინციპში, რა სირთულეები უნდა გქონდეთ. არა, არანაირი. აი არანაირი. მაშინ აბა ვნახოთ ახლა რა საუკეთესო გზა არის გამოსვლიდან. ისწავლოთ. აი აქ ადამიანმა უნდა ისწავლოს ფულის მართვა. უეჭველი. აქ რა არის? არაფერი არ გიშლით ხელს. თქვენ გახსნილი გაგონება, იცით სად რა გჭირდება, ძალიან ძლიერი პიროვნება ხართ, ძალიან ბევრს შეიძლება შრომობ, ძალიან ბევრსაც შეგიძლიათ რომ თქვათ ახლა ანუ არანაირი აქ ვერ ვხედავ არანაირ დაბრყოლებას. უბრალოდ ერთადერთი თქვენი პრობლემა არის, თქვენ გზას ვერ უჩვენებთ სწორს თქვენ ფულებს. და იმიტომ რჩებით უფულოდ. გზას უნდა იცოდეთ, აი ეს განათლება უნდა გქონდეთ ფულის მართვის, თორე როგორც მიდის ის იმოდ ბავშვური არა გაქვს, სერიოზულად არ ახართ განწყობილი, თქვენ ამ თემას არ უყურებთ სერიოზულად და უნდა ისწავლოთ და მოიპოვოთ ინფორმაცია, რომ იმისთვის, რომ თქვენი შემოსავალი გაიზარდოს. გაიგეთ რა ხდება? გაიზარდოს ერთია, შეინარჩუნოთ. იცოდეთ შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის რა. და შედეგი რა იქნება? შედეგი რა იქნება? ახალი რა? შედეგი რა იქნება? თუ დაუშვათ თქვენ რამე მიდგომას შეცვლით. თუ ისწავლით თქვენ ბალანსი ნუ აქ ეცეთ როგორი მომენტი არის, აქ უნდა აქ იმენა ადამიანს აქ რა, ნახეთ კიდე რა ხდება. აი აქ არის რაღაცა მომენტები, თითქოს რაღაცა შიში გაქვთ, რომ ფული არ გეყოფათ. ნახეთ რა საინტერესო არის აქ. ანუ ძირითადი მიზეზი. ძირითადი მიზეზი, რომ თქვენ აი ზუსტად რომ გიჭირთ რაღაცა ბლოკი გაქვთ, გიჭირთ. იმიტომ რომ აი თუ ამასაც გაითვალისწინებთ, აი აქ იცით რა ხდება კიდე? არას მეუბნებიან. სანამ და თქვენ საინტერესო პოზიცია იცით? აქ მაჩვენებენ, რომ პრინციპში თქვენ არანაირი ბლოკები არ გაქვთ. ამ დროს მაჩვენებენ რას კიდე იცით? აი კიდე რაღაცა მაინც არის აქ. იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაც ეთყობა მიმართულე ხართ უფრო ოჯახზე.
ოჯახში ვაგზავნით, გაიგეთ? მაგრამ ჩვენ ვიძახეთ თქვენს პირადად. პირადად რო გქონდეთ, ხო? და ამიტომ იძახიან, რომ თქვენ ეხა სანამდე არის სწავლით. კი. აი ნახეთ, აქ რას აქცენტს რაზე აკეთებს, იცით, ტარო, რას მეუბნება, რომ ანუ შენ აი რასაც მე თქვენს უგეუბნებით, ცხრიანი, ხო? პირველ რიგში უნდა ანუ შენ თვითონ შენს თავზე უნდა იზრუნო. ეხლა აქ ნამდვილად ეხლა ამ თემას ეხლა რო შევეხოთ, უფრო გაგვიგრძელდება. ეხლა ეს ამისი ახსნა. იმიტომ რომ პირველ რიგში ყოველთვის ადამიანს ეს არის მდიდრების კანონი რა. ჯერ გადაუხადე შენს თავს და მერე გადაიხადე თქვათ, გადაუხადე სამყაროს ვიზახე და სამყაროს კი არა, დანარჩენებს, მოდი ასე თქვათ რა. იმიტომ რომ აქ არის როგორი სანამდე შენ არის სწავლე იმას, რა ის ძველი, უნდა გამოხვიდე ძველი პროგრამებიდან, რომელიც ზის შენში. რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება ზოგი ეხლა ზოგისთვის ძნელი მისაღები იქნება ეხლა ეს მასალა. ამიტომ ვთქვი, რომ ეს ტრენინგი მინდა გავაკეთო, რომ იქ აუხსნი ძალიან დაწვრილებით უკვე ამ პროგრამა რაც არის, ხო? იმიტომ რომ აქ ადამიანი არის მიმართული პრინციპში იმით, რომ დაუშვათ, არის საზღვარგარეთ წასული. რისთვის წავედი? იმისთვის, რომ მე ოჯახს დავეხმარო. კი, ძალიან მიჭირს. კი, შეიძლება ზოგჯერ ისე ვარო, სულთლიანად ფულს ვაძლევ იმათ და მაგრამ ნახეთ რა ხდება, აი რამდენი ვიცი მე ადამიანი, რომ დაბრუნდა თქვა წლები იყო საზღვარგარეთ, თქვა სახლები აუშენეს შვილებს, მანქანები ჩააწვეს და ახურ შვილიშვილების გაზარდეს, მაგრამ ჩამოდიან თვითონ და არაფერი არ უჭირავთ ხელში. არანაირი თანხა არ უჭირავთ, იმიტომ რომ მე ხო ვაგზავნიდი და იმით რომ და რამდენიც გინდა ჩამოდიან და უკვე მიჩვეულები არიან ამდენი წლები დაუშვათ ცხოვრებას, თავისთვის ეხლა ეს მაინც ეხლა მოქმედებს ეხლა ის რეჟიმი და თქვენ ცხოვრობთ ეხლა საზღვარგარეთ. ბრუნდებიან კი უყვართ შვილები რაღაც, მაგრამ უნდა ზოგი აი თავისთვის ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ არაფერი არ უკავიათ ხელში რა. ანუ აი ზუსტად ეს მომენტი არის, რომ აქ რას გვეუბნებიან, შენ თუ არ შეცვლი მიდგომას, მასე იქნები სულ. იმიტომ რომ შენ ჯერ შენს თავზე უნდა იფიქრო და ის არის ძალიან მაგარი ფორმულები, აი სულ პატარა რაღაცა თანხებიდან როგორ შეგიძლია დაიწყო და რამდენიმე წელიწადში რომ შექმნას შენი რაღაცა კაპიტალი, რომელიც შენ მერე გამოგადგება. აი ძალიან მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი გაიგო. და აი მაგ შემთხვევაში შენი მომავალი შეიცვლება. მიხვდით? რომ აი ეს უნდა ისწავლო ყველა ვარიანტში და კი თუ ამ პროგრამა კი მაშინ კი იქნება. აი ახალი რაღაცა უნდა შეიყვარო, შენი თავი უნდა შეიყვარო პირველ რიგში კი. შენზე უნდა იფიქრო. გეუბნებით რომ ახლა ჩემს არხზე აქ უფრო უყვართ ყურება ვიდეოების ანუ ურთიერთობებზე. ვნახოთ ახლა რამდენი თქვათ ახლა თუ მომწერთ თქვენ ამ ვიდეოს ქვეშ რომ კი ძალიან საინტერესო ინფორმაცია თქვათ ჩვენთვის ფულის თემაზეც, ნამდვილად კიდე გავაკეთებ თუნდაც კვირაში ერთხელ ასეთ გაშლებს რა. ახლა უბრალოდ ეს მოკლე ინფორმაცია არის, მე შემიძლია თქვენ უფრო მეტიც მოგცეთ ინფორმაცია, უბრალოდ ახლა თქვენ სურვილზე დამოკიდებული, თორე ახლა მე ვიცი რომ ვინც უკვე ჩემთან სულ არიან და ტრენინგებსაც ესწრებენ და ჩემი მოსწავლეები, მაგათ გავუკეთებ აუცილებლად, იმიტომ რომ მაგათ ეს აინტერესებს ვიცი. ხო და თუ თქვენს გაინტერესებთ, აი აქ საჯარო გაშლა რომ გავაკეთო ასეთ თემებზე, უბრალოდ ამ ვიდეოს ქვეშ დაწეროთ, რომ კიდე საინტერესო თუ ბევრი იქნება კომენტარი, რა თქმა უნდა ამ თემაზე გეტყვით, იმიტომ რომ მე არა მხოლოდ თქვათ ახლა ურთიერთობებში, ნამდვილად ახლა სპეციალისტი ვარ, ასე ვთქვათ, რომ სულ ამ თემებს წლებს სწავლობ, ხო და ვიძიებ ბიზნეს თემები და ფინანსური თემებიც ძალიან ვიცი კარგად და კიდე სულ ვითარდები ამ სფეროებში. ამიტომ შემიძლია მაგაშიც ვიყო სასარგებლო თქვენთვის და ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუ გაინტერესებთ, კი ბატონო, დაწერეთ. თუ არ გაინტერესებთ, მაშინ 1000-ში ერთხელ მაინც გავაკეთებ ასეთ ვიდეოს, იმიტომ რომ ვიცი რომ არიან ადამიანები, ვისაც ეს თემებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამით დაგემშვიდობებით.
ძალიან მიყვარხარ და გელოდებით კომენტარებში.